ანუ ეს ფრაზა, ეს არის იდიომა, ჩემით მივახციე ყველაფერს და გულისხმობს, რომ ვიღაცის სათრევი ხელით არ ყოფილვარ. გასაგებია რასაც გული. ოღონდ, ეხლა ქართული ხო იცით? ჩემით მივახციე ყველაფერს ქვია მაგას, რომ არავის სათრევი არ ყოფილვარ? ანუ ჩემზე რაც იყო დამოკიდებული გავაკეთე, ჩემი საშინაო დავალება გავაკეთე. ეხლა ვინც ეთანხმებით, რომ თქვენზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერი გააკეთეთ, ხელი აიწიეთ. იმდენი თქვენ რა გითხარით მეორეჯერ. ესე იგი, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც თქვენზე იყო დამოკიდებული. არ გაგიკეთებიათ ყველაფერი, არც სკოლაში, არც ოჯახში, მეტი შეიძლებოდა. დღეს არ გაგიკეთებიათ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. დღეს ერთი დღე რო ავიღოთ. ხო? იმიტომ რომ ყველაფერი გავაკეთე, ხო ხვდებით რას ნიშნავს, რომ მეტი არ შეიძლებოდა. შეუძლებელი იყო და არ არსებობს ეგეთი რაღაც. რას ქვია არ შეიძლებოდა? ძალიან კარგად შეიძლებოდა 5 წუთით მეტი კითხვა შეიძლებოდა, დედასთან დარეკვა შეიძლებოდა პატარა შუალედში. ხო, დედა ვერ დაგირეკე, არ მეცალავის გითქვამთ, იმდენი თქვენ რა გითხარით მესამედ, ესე იგი, იმიტომ რომ გეცალათ, შეიძლება 2 საათიანი საუბრისთვის არ გეცალათ, მაგრამ მიყვარხარ და შენ გენაცვალე და შენ ჭირიმე, მაგისთვის არ არის ეგეთი დღე არ არსებობს. ხო და რაშია იცი საქმე მაშინ და დაურეკო და უნდა უთხრა პრიორიტეტში არ ახარ დედა. ესე იგი ის არის რაღაცა პონჩიკია პრიორიტეტში და შენ არ ახარ. და ეხლა მაგას არ ამბობ და ვაიმე როგორი დაკავებულია, ვაიმე როგორ არ ეცალა. გავიგე ნერვები არ ქონდა, გავიგე რაღაცეები, მაგრამ არ გამოვა ესე. ხო და ვინც ფიქრობთ, რომ თქვენით მიაღწიეთ ყველაფერს, ხო? მოკლედ ამბობენ, ისინი შეიკრიბებიან, თევზები გინდა თუ ვინც გინდა შეიკრიბებიან და იტყვიან, რომ კაცო, მაინც ამას დაჯინებული აქვს, რომ თავისით მიაღწია და ხო არ გაუშვათ ერთი თავისით სადოს? ხო, მაგარია მე მგონი რა, მაგარია და ქუჩაზეც გადავა ეგ თავისით. იმის ფარველი ანგელოზის გარეშე. ხო? იმასაც მე მგონი დაავადებასაც მოერევა თავისით. მე მგონი იმას სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ალბათ ისეთი დიადია და სულ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ხო და ალბათ თქვენიც. მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ შენ თუ მხარდაჭერის სისტემა უმადურობის გამო, უმადურობა ხო მძიმე ცოდვაა. ეს ფრაზა ჩემით მივახციე ყველაფერს არის უმადურობა ხალხო. უმადურობა არის ღმერთის, უმადურობა არის მშობლის, უმადურობა არის მეგობრის, მასწავლებლის, რა ვიცი, ვისიც გინდა.